ნამდვილად აქ გასათვალისწინებელია რომ ტრამპის პოლიტიკა აბსოლუტურად მისაღებია ესე ვთქვათ ჩვენთვის თუნდაც იმ კუთხით რომ რელიგიის ესე ვთქვათ წინ წამოწევა გადაწყვიტა მან და რელიგიის წამოწევა განათლების სამინისტროში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითად რელიგიური სწავლებები უნდა იყოს ჩვენ სკოლებში სამწუხაროდ დღესდღეობით არ არის სასწავლო დაწესებულებებში რელიგია არის სწავლება ამ კუთხით ესე ვთქვათ არ არის სავალდებულო ამ კუთხით სწავლა განათლება და რა თქმა უნდა ეს ყოველივე არ არის კარგი და სასურველი ჩვენ ქვეყნისთვის მით უმეტეს ისეთი ქვეყნისთვის როგორიც ჩვენ ვართ ტრადიციული და ესე ვთქვათ ეროვნული ქვეყანა აუცილებელი არის რომ ჩვენი ესე ვთქვათ იდენტობა ასოცირდებოდეს რელიგიასთან და ეს ბავშვობიდან უნდა ისწავლებოდეს როგორც სხვადასხვა სახელმწიფოებში ამიტომ ამის ყველანაირად ცდილობდნენ ეგრეთ წოდებული USAID-ის პროგრამიდან გამომდინარე სხვადასხვა პროგრამიდან გამომდინარე რომ როგორმე რელიგია ამოეღოთ და დედაენა ამოეღოთ ჩვენი სასწავლო პროგრამიდან ეს სამწუხაროდ მოახერხეს პირველ ეტაპზე მოახერხეს და დღესდღეობით დარწმუნდნენ ისინი რომ დედაენას ვერავინ ვერ ჩაანაცვლებდა და დედაენა მართალია სავალდებულო აღარ არის დედაენის სწავლა მაგრამ შეუძლია ესე ვთქვათ სკოლას რომ დედაენა იყოს მთავარი წიგნი მაგრამ ასევე შეუძლია სხვა ალტერნატივაც იყოს ასევე მთავარი წიგნის დაწყებით სასწავლებლებში აქედან გამომდინარე ეს ყოველივე განაპირობა იმ 30 წლიანმა ესე ვთქვათ ფაშისტურმა მიდგომებმა სადაც ყველანაირად ცდილობდნენ რომ ჩვენში იდენტობა გამქრალიყო. ყველაფერს აკეთებენ ამისთვის. ამოიღეს სასწავლო დაწესებულებებიდან გულისხმობ აღზრდობით დაწესებულებებს რელიგიის სწავლა, ამოიღეს მათ შორის დედაენის სწავლა და ანუ იდენტობასთან დაკავშირებით ყველანაირი ესე ვთქვათ ცდილობდნენ რომ პრობლემები გაეჩინათ, მაგრამ ამ ბოლო ხანებში უფრო და უფრო აქტუალური ხდება ჩვენ სასწავლებლებში კვლავ დედაენის არსებობა და მე მივესალმები როგორც ბატონი ტრამპი ესე ვთქვათ აქტუალიზაციას უკეთებს რელიგიის წარმოჩენას თავიანთ ესე ვთქვათ სასწავლო დაწესებულებებში ისე წარმოჩინდეს ჩვენთანაც და სასწავლო დაწესებულებებში აღზრდობით დაწესებულებებში რელიგია მართლმადიდებლური რელიგია უნდა იყოს სავალდებულო გაკვეთილი აი ეს უკვე მართლაც და გავდავალთ იმ რელსებზე რაც არის რომ ჩვენ თვითყოფადობა ასოცირდებოდეს რელიგიასთან, ჩვენს მართლმადიდებლობასთან და ასოცირდებოდეს ჩვენს ტრადიციებთან. აი მხოლოდ ეს მიდგომა გადაგვარჩეს ჩვენ და ძალიან კარგია რომ ჩვენმა ქვეყანამ გაუძლო ისეთ პერიპეტიებს რა შემოსევებიც ქონდა ჯერ კიდევ აი ამ უახლოეს ისტორიაში და ყველანაირად ცდილობდნენ რომ როგორმე ჩვენ ესე ვთქვათ იდენტობა დაგვეკარგა და ქართველობა დაევიწყებინათ და ეგრეთ წოდებული მერე რა საზოგადოება ჩამოეყალიბებინეთ, მაგრამ ეს ვერ შეძლეს მათ და ეხლა დროა რომ მართლაც და რელიგია აღზრდობით დაწესებულებებში იყოს ერთ-ერთი სავალდებულო გაკვეთილი, როგორც ჩვენს სხვათა შორის მე მახსოვს რომ ჩვენს ბავშვობაში რელიგია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო და სხვათა შორის ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია მაგალითად პირადად ჩემზე რომ რელიგიას მე სწავლობდი და დღემდე მადლობელი ვარ რელიგიის მასწავლებელს რომელმაც ჩემს ესე ვთქვათ ზნეობრივ განვითარებაში დიდი როლი ითამაშა. ამიტომ აუცილებელი არის რომ ეს თვითყოფადობა, როდესაც რელიგიით ესე ვთქვათ სწავლობ და ასოცირდება შენში რომ რელიგია არის შენი თვითყოფადობა, ეს ნიშნავს იმას რომ შენ არ გადაშენდები და არ გიწერია გადაშენება.